მოგესალმებით ჯულფასო სტუმრებო, მოგესალმებით ჯულფასო ტელემაყურებლებო. ტრადიციულად რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სევდიან შოუს აატირე და მოიგე. დღეს ჩვენი გადაცემის წლისთავია და ცოტა განსაკუთრებული გადაცემა გველოდება. ახლა კი ბევრს აღარ ვიტლიკინებ და გადავალ ყველაზე დიდ ოსტატებს მოვიხმობთ სრემლის, ესენი არიან ნიკოლო ზარაბიძე და ეკა აფშილავა. გთხოვთ შევამზადოთ, გთხოვთ. მონაწილეობა. დაიკავეთ თქვენი ადგილები, დაიკავეთ. დასხედით. შეგვიძლია ალბათ დავიწყოთ, ხომ? დიახ. ვინც ახლა გადმორჩა ჩვენს გადაცემაზე და პირველად უყურებს აატირე და მოიგეს, მაშინ წესებს ახსნი რა არის ეს. 3 ღილაკია, მეგობრებო. შავი, რომელიც რთავს ერთს, შავი, რომელიც თიშავს ერთს ატირების შემთხვევაში და მესამე შავი, რომელიც ნიშნავს რომ 1 წუთი ამოიწურა. თქვენი ნებართვით დავიწყებ. დავიწყოთ, შეგვიძლია. ჩვენი პირველი მონაწილე გოცირიძე. გამარჯობა, გენაცალი. დიდი მადლობა რომ იზიარებ ჩვენს მონაწილე ვარ. მადლობა რომ გვესტუმრეთ. სახეზე გეტყობა ძალიან ტრაგიკული ადამიანი ხართ და იმედია კი ძალიან. ასეთ ხა შემოთავაზებთ ანეკდოტებს და რა მოგვიზადეთ, აბა ანეკდოტები და ჩემი რეალური ამბები რა. ანეკდოტები ოღონდ უნდა იყოს ტრაგიკული ლაცავარია და ახალი რა რო არ ვიცოდე ის. რა თქმა უნდა. მზად ხართ? კი, მზად ვარ. შეგვიძლია დავიწყოთ? შესავალს გავაკეთებ და დავიწყოთ. და მანიშნებ. კი ბატონო. დიახ. ესე იგი კაცი შედის სახინკლეში და 99 ხინკალი მომეცო და ბარემ 100 აიღეო. არა იყოსო იმერთითო ბავშვებს პურს წაუგებო მშივრები რომ მოხოცებიან ხანჯია. ეკა საეტირა. კაი, დააწყრარდი. ეხო ძველი ანეკდოტია, ბევრჯერ მომისმენია და ბევრჯერ მისირია, მართლა ძველი ანეკდოტი იყო, მაგრამ განსაკუთრებული მოყოლის სტილი აქვს ამ ადამიანს და მართლა ძველი მომადგა ფანზე. 50 ლარი თქვენია, მომილოცავს. გაიხარეთ, მადლობა. გავაგზავნეთ. კი ბატონო, გავაგზავნეთ. ესე ჩავწო? იგი ცოტა დაწყლეთ, გაიღი მე ახლა ცოტა რა. ეკა სახე ააწყე. კარგია. 3, 2, 1. ესე იგი კაცები თამაშობენ დამალობანას და ერთი ისე დაიმალა რომ საერთოდ ვერ იპოვეს. არა და კაც ოჯახი დარჩა. 4 ბავშვი, აქეთ ბანკის ვალი მთელ მაგის ოჯახს დააწვა. რა ქნას ამ შვილებმა რა ჭაუჯო საცოდაო მატრიალებს აღარ შემილია იმასთან. მოკლედ ოთხი ბავშვი. არა მე წამეთი. ჯერ ეკა საეტირა, შემდეგ ნიკოლო საეტირა. იციან რა ეს ჩემი სუსტი წერტილი და კარგი. სილარი თქვენია, ვაგრძელებთ რამე? ვაგრძელებთ, კი ბატონო და მაგრამ ეხლა მოვყვები რეალურ ისტორიას, რაც მე გადამხვდა პირადად რა, არც ანეკდოტი, არაფერი, რეალური ისტორია. ჩავთო? ჩავთოთ. 3, 2, 1. ესე იგი სახში მივდივარ და ჩემ ცოლს შეუსწარ ვიღაცა კაცთან. კაცთან არწერს და აბა რა ხდება, აქ მეთქი, მაგრამ ამ კაცს ეკეთა ნიღაბი. ხო და უცებ დავაძრე არ არის, მოდი აქ მეთქი, ხა გაგიხრიტავ შულს და ეს კაცი შეხდა ფანჯარა და არ გადახტა. მაგრამ მოვასწარი რომ დავინახე, ქონდა ცისფერი თვალები. ამ კაცს. და რაღაცა ცოტა ქერათმები ქონდას. თუ სადმე დავიჭირე ეს კაცი, ვაი რას უზარ. შეიძლება ხა ფეხებს მაინც დავუხმეტავ ყველა ვარიანტი. სადმე თუ შევამჩნიე ხა, მაგრამ რა ვიცი ხა ზამენად უყურე, მაგრამ ჩემ ცოლთან იყო და რო გავაკმამდა მე. ცისფერ თვალებმა ქერათმია. გაუშვი. გაგზავნეთ. დავაგზავნე ეს იყო. სამწუხაროდ ან მიწულის მიდის. ესე იგი, ანუ შევედი და ჩემ ცოლთან იყო. მე
კაცი მეტი ნიღბიანი. კივილი გვინდოდა და მეტი რაღაც კივილი გინდა ეხლა ცოლთან იყო არა, კაცი და თქვენით კივილი გვინდოდა, ცოლის არა დიახ. არა დრო ამოიწურა და თავისუფალი ხარ სამწუხაროდ ვერ მოიგეთ გამწავაგე? და დაგემშვიდობებით სამწუხაროდ აი. გაუშვი. ვიზიარებ. აი მადლობა. აი ეს წუთიერი დუმილიც თქვენ. კარგად ბანდობთ. ძალიან კარგი გადაცემაა, სამწუხაროდ წავაგებ, აღარ მქონდა სატირალი ისტორიები, მაგრამ არა უშავს მე ისეთი ვარ, რაღაცა ხიფას გადავეყრები მალე და აუცილებლად მოვალ და მოვიგებ. კარგად წამებოდეთ. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. დიახ. გადავიდეთ. ვახორიონ ბიჭიკაშვილი. მოგესალმებით ბატონო ვახორიონ. ძალიან კარგია რომ გვესტუმრეთ და იზიარებთ ჩვენს დღევანდელ ტრაგიკულ მდგომარეობას. რა მოგვიმზადეთ დღეს თუ შეიძლება რომ გითხრათ? მე ლექსებს არ მოგიდგენთ რა თუ შეიძლება ჩემს. თქვენი ლექსებია? დიახ, ჩემი ლექსებია. კარგი, თავის მოусმენთ მაშინ. ჯართოთ ხო? შეგვიძლია. 3 2 1 ეს ამბავი რომ გავიგე, უეცრად ფერი მეცვალა. ბატონო ნიკა გუშიღამ, ბაბუა გარდაგეცვალა. არტირის, არა ეტირა კი ბატონო. დინარისპირს მოწყენილი, რომ ტირო და ტარიელი, ღორის გრიპი შემეყარა, ნუ გამიშობთ სარიელი. ნიკოლოზ, დავინახე. და ითმინე, მაგრამ აი აქედან წამოვიდა. ბოლოს ცოტა ხრის. ძრემლი ითმინე, მაგრამ წყვილიდან მაინც წამოვიდა. 50 არის თქვენია გიოსო. წინა სივარია. გავაგზავნე. 3 2 1 ვარადა ბიჭო, ვარადა. 8 წელია ვარავადა. მამამ წამლები შემასვა 65 კარადა. ბიჭივით კენჭი მეზრდება, ქირურგის გასახარადა. კენჭი. აი ტირა, აი. მანძალია. რა იყო აქ სატირა? ეკა საეტირა. კენჭი რა. ეჭებით ვარ სავსე. ნაღლის ბუჩი. ჩემი დიდია რა. კი ბატონო, ნუ, თავარი აეტირა. 100 ლარი თქვენია, ვაგზელებთ. ერთი წუთი ჩავხედა თუ დამჭი. 3 2 1 ახლა როცა ამ სტრიქონს წერ, ბიძა ჩემი იწვის დნება. ამ კაცს ვერ მოვაშლევინე, სიგარეტით ჩაძინება. გავაგზავნე. აბა. ეს ლექსი ჩემს ხოვრებაზეა რა. ძვირფასო მარიამ, როგორ გძამდები? არ მოგიწერია რამდენი ხანია, ანგარის თუ ერთ გირთაფული არა მაქვს, თან გარეთ რა გავა, მაგარი ქარია. თან წინდაც გამეხა ლურსმანს სამოკარი, თითებს უკვე არ ვჩივი, კიდევ ხომ 9 დამრჩა. ისე წავიქეცი, უშენოდ მოწყვეტი ძვლებიდან მარტოკა ლავიცი გადარჩა. მიტომ ვერ გირეკავ ძვირფასო მარიამ, სკამით საფეთქელში სამჯერ მაქვს მორთმული. წინდები, თითები, ძვლებიდან მყდარია, მოკლედ და ერთი სიტყვით, დედა მაქვს. გულის საწოდაობით ოვასარი შავმშირდიდირილით ისუფალი მომისნებს რომ მოსწრებულია გიოსო ვაგზელე თუ არა ძალიან კარგი ისეთი არა შემიძლია მაგრამ ძალიან სუდათა ვარ დედასპიცა ვარ წავა ვით უმეტეს მე სუდათ რო ხარ უნდა გააგრძელო არ შემიძლია სერიოზულად კი ბატონო კი თქვენი ნება მე ბზანდით არა ისე კარგი აი ამ შეფოდრილი ყავა თანხა გათამაშდა
ღმერთოს მშვიდობაში მოახმაროს. ერთი-ორი სიტყვი ჩვენს მეგობარზე, ჩვენს სპონსორზე ვთქვათ, ხო რამე? დიახ. მე შევახსენებ ყველას, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია დამაწყნარებელი საშუალება კატა ბალახას ექსტრაქტი და ნიშადურის სპირტი. ნიშადურის სპირტი, ყველაზე სამართლიანი სპირტი ჩვენს ქვეყანაში. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. გადავიდეთ. კარგი. რიკი პატარიძე, აპლოდისმენტები. მოგესალმებით ბატონო რიკი. თანხის მოგებას აპირებ დღეს, ხო? რა, ღმერთისნება აყოლებ. კარგი, მეცნობი თქვენ შემთხვევით კავას სხვა თამაშობთ. არა, რა მეკავეენება. რა მოგვიზადეთ დღეს? რა წარმოგიდგენ? რა ხარტულები. ხარტულები. კი ბატონო, ძალიან მომწონს ეს მიმდინარეობა. საინტერესოა. იმედია ისეთ ხუმრობები იქნება, რომ შეეფერება დღევანდელ. კი, რა თქმა უნდა. ჩვენს დავიწყო? დიახ. დავიწყოთ, ხო? 3, 2, 1. ჩემ მეზობელს იმხელა თავი აქვს რეესტრიან უმტკიცებს. ბებია ჩემა ისეთ დასახში მეიდეხა ფეხი არ უხორცდება. ჩემს მას სოლთან ერთად თვალიც გეექცა. ბაბუა ჩემს ისე სწრაფად მიასვენებდნენ 64-ში რიგი დაარქვენ. ორივეს ერთად აგეტირათ, კი ბატონო, აგეტირათ. 50 ლარი თქვენია, ვაგრძელებთ. კი, ვაგრძელებთ. 3, 2, 1. მამა ჩემი ისეთი მკაცრიკაცია, დედა ჩემს სახეში სულ ტყავატყუბი გოუდის. იმდენ სიგარეტს ვეწევი დღეს, მაკაცის ფილტვებით მევედი. ჩემს მაკაცს ისეთი შეუხედავი შვილი ყავს, მარტო ჭიბზე ვეფერებით. ბებია ჩემა იმ ხელაზე დაამტკნარა, ბაბუა ჩემა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩემმა მეზობელმა ისეთი მახინჯი ცოლი მეიყვანა, შემწვარიც არ ვარგოდა. შემწვარიც არ ვარგოდა. არაფრად არ ვარგოდა. შემწვარიც. შემწვიდა არ ვარგოდა. სხვა რამე, გააგრძელე. ჩემი მაგას სული არ ვარგოდა. შემწვარი. აუ, გამომელია. გათავდა. რა არის იცით, მე რა მინდა რომ გითხრა. ნუ არა არისო ძალიან სატირალი ეს ყველაფერი. არ არის სატირალი. როცა აქ მობზანდები და რაღაც პრეტენზია გაქვს, ვაატირო ჯიურის წევრები ჩვენი ტელემაყურებელი, რაღაცა მოიფიქრეთ, მოიგონეთ ისეთი დაწერეთ ვიღაცა ჩადევით მისაში, მოთხარეთ, მერე გადააგდეთ რაღაცა, მოიფიქრეთ ცოტა ისეთი რომ იყოს სატირალი რა. ხო, ავიც ჩემი აზრით. ცუდი ბიჭი ამდვილად არ ახარ, შეგიძლია, გააქვს პოტენციალი იმისზე, რომ აბღავლო აქ ხალხი და ატირო. მომავალში რა ვიცი, იმედია უკეთესად. მოკლედ ძალიან კარგი გადაცემაა, მობზანდით, აატირეთ ჯიური, დოუთუთხეთ გულები, დახეთქეთ ტირილით და მაგერი დაწყდნენ ერთ დღეს 50 ლარი რო არ მომაგებინეს. ნახოთ შემდეგი მონაწილე რა შემოგთავაზებთ. ეს არის ჭიპოია მახაჭაძე. აპლოდისმენტები. მოგესალმებით. დავიწყო ხო? ბატონო ჭიპოია. თუ შეკითხვა არ აქვთ? ხო რა ვიცი, მე მგონი რა მაინდეს რამდენი წუთი მაქვს? 5. 5? დიახ. აბა ექიმ ერთი თვეო. კაი, გაგიხადავეთ, კაი, დაიხო, ხო. დავიწყო. კი, კარგი ბიჭი, ჩას ის რა ქვია, დროში რო გეთქვათ ეს 50 ლარი უკვე გექნებოდა. ბატონო. ხო და რას არ მოგვიდგეთ დღეს რა გაქვს? მინიატურებს. მინიატურები. კი. ძალიან კარგი. ჩართო. დავიწყო? დიახ. კარგი. 3, 2, 1. ესე იგი, პირველი მინიატურა მაზოხისტი აძინებს ბავშვს. დაიცინე. არიტირო.
აგეტირა. აგეტირა. არა? არა? აი. არა? არა, გავაგზავნოთ. არა და კი? ზეწოლა საქმე ჯიურზე რა. თუმცა ფაქტია რომ აგეტირა. მოახერხა და აგეტირა. 50 ლარი შენია, გილოცავ, ვაგრძელებ. კი. 3, 2, 1. ახალბედა გინეკოლოგი ჩინეთში. ვატარა. აი მეტედა. ნორჩა. რა სიტყვის ჟიური? არა ეტირათ? რავო, გაეცინათ, სამწუხაროდ გაეცინათ. სამწუხაროდ ეს იყო სიცილი და არა ტირილი. დიახ, რა ვიცი. არ იყო ცუდი მინიატურები, მართალი გითხრათ, მაგრამ ბოლო უფრო სასაცილო იყო ვიდრე სატირალი და სამწუხაროდ რო შეგეწყვიტა თამაში, ჩემი აზრით უკეთესი იყო. კი ბატონო. კარგად გამდებული. კარგად გამდებული. შევაჯამოთ გეორგი გადაცა. რა ვიცი, რა ვთქვა, მე მგონი საკმაოდ სევდიანი და ტრაგიკული გადაცემა გამოგვივიდა ჩვენი მონაწილეების დახმარებით. იყო რამოდენიმე ისეთი სევდიანი და ტრაგიკული გადაცემა და რა ვიცი, მაყოფილი ვარ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ეს მართლა ძალიან კარგი გადაცემა იყო. აქედან პირდაპირ სტენდირებაზე უნდა წავიდე გული მაგცუდათ. და მე ამ გადაცემის შემდეგაც ალბათ დიდხანს გავყვება ძალიან ეს სევდიანი ხასიათი. დიდი მადლობა. ტრადიციულად მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. თქვენ კი შეგახსენებთ რომ თამაშის წესები უცვლელია, თუ ვინმე გარდაგეცვალათ, დაკარგეთ ბინა, უბრალოდ ნამუსი მობრძანდი ჩვენთან ერთ კვირაში აი აქ. აი ამ პანაჩუძე გემშვიდობებით.